საამშვიდობისა მეგობრებო მოგესალმებით. ესე იგი, მაინც რა დონეზე არის დაავადებული საზოგადოება ყოველდღიურად გვიწევს ამ ყველაფერთან შეჯახება და მე სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მიკვირს. იქედან გამომდინარე რომ უკანასკნელი 35 წელიწადი არის განსაკუთრებით ქართული საზოგადოება და ჩვენი ერი ჩავარდნილი არის როგორც ვირთხებს ჩაყრიან კვლევით ლაბორატორიაში და მიმდინარეობს სოციალური ექსპერიმენტები და ამ სოციალური ექსპერიმენტების მიზანი არის ეს ქართველი ერის გატეხვა, გადაგვარება და საქართველოში განხორციელებული წარმატებული ექსპერიმენტის შედეგად მერე ნებისმიერ სხვა ერში და სხვა ქვეყანაში იგივეს დანერგვა არ აქვს მნიშვნელობა ეს რელიგიური მიმართულებით იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ეს მენტალური მიმართულებით იქნება თუ რა მიმართულებით იქნება, ამას ნამდვილად მნიშვნელობა არ აქვს. იქედან გამომდინარე რომ როდესაც ქვეყანას ყავს გამყიდველი მოღალატე პოლიტიკური ელიტა, რომელიც მოღალატე პოლიტიკური ელიტასაც არანაირი შეზღუდვა და არანაირი ტაბუ არ გააჩნია საკუთარი ერის წამების და ტანჯვის მიმართ და არანაირი ზღვარი არ გააჩნია, ეს ყველაფერთან ერთად სპეცსამსახურების იდეალური ლაბორატორია არის და ვართ ახლა განვიცდით ამ იმას და კიდე დიდხანს ვიქნებით ამ დღეში. დღეს ვერ შეწყდეს ეს ყველაფერი, რა ვიცი, უკვე ვინც 35 წელიწადია საქართველოში ვიცხოვრეთ და ქართული სოციუმის წევრები ვართ, ჩვენი ნორმალური, რასაც ქვია, ნორმალური აზროვნებისკენ მობრუნება გაჭირდება ნამდვილად, იმიტომ რომ ესა სტრესებში და უბედურებებში გაზრდილი თაობა, რომელიც მომავალში ძალიან დიდ უბედურებას მოიმკის და რატო აირჩიეს თავის დროზე საქართველოს და ქართველიერი ამ ლაბორატორიად, იმიტომ რომ მარტივი იყო მიზეზი ამ ყველაფრის ის ჩვენ ისტორიაში უნდა ვეძიოთ, ჩვენ წარსულში უნდა ვეძიოთ. ჩვენ წინაპრების, ჩვენი დიდი წინაპრების თავდადების და ზოგადად ქართული გენის და ქართველი ერის ფენომენიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძლიერი გენი აქვს ქართველს. თუნდაც დღეს, როდესაც გადაგვარების და დეგრადირების გზაზე დგას სრულიად საქართველო და ქართველი ერი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მსოფლიოში თუნდაც ელემენტარული სპორტული მიმართულება და კულტურული მიმართულებები მაინც ვერ ხდება ქართველი ადამიანის გარეშე. ანუ არ ხდება, ხო, ესეთი რაღაცა. რა ვიცი, რა მიმართულებით გინდათ აიღოთ ახლა ძიუდოს და ძალოსნობას და ეს რაღაცას არ ვიტყვი, რომელშიც ტრადიციულად ძლიერები ვიყავით. აი, თუნდაც ფეხბურთი, რომელიც აი გუშინ მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახა, კიდევ ერთხელ სოციალურ ეს სურათი შემხვდა, ძალიან მომეწონა. რაღაცა უცხოურ სააგენტოს ედო თავის გვერდზე. ოცნებების ახდენა როგორ ხდება, გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვები ოცნებებით და შემდეგ როგორ ხდება ამ დიდი გამარჯვებების მოპოვება და მთელი მსოფლიო გუშინ და დღეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძალიან კარგი მოთამაშე ყავს პარის სენ-ჟერმენს, სულ კვარაცხელიაზე საუბრობდა, კვარაცხელია და თანაც თვითონ პარის სენ-ჟერმენი პიკშია, ახლა თავისი ძლიერების პიკში არის ნამდვილად და განსაკუთრებით ეს ყველაფერი ამ დროს ერთ-ერთი ამ ყველაფრის ბურჯი არის ქართველი კაცი, ხო? რა თქმა უნდა, გამიხარდა ულოცავ აბსოლუტურად ყველას, პირველ რიგში პიროვნულად ულოცავ მას, მის ოჯახს ულოცავ, პარის სენ-ჟერმენს, თვითონ საერთოდ ინტერნაციონალურ გულშემატკივრებს ყველასაც ხვიჩა კვარაცხელიასაც არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებისა, რწმენისა და ესე შემდეგ, მაინც ყველას მიმართულებით, ვისაც ქართველი კაცის წარმატება უხარია, მე მიხარია ის და მადლობას ვუხდი და რა ვიცი, ახლა როგორი ბოროტი უნდა იყო ადამიანი, რომ შენიანის წარმატება არ გიხაროდეს და არ ამაყობდე იმით, რომ ქართველი კაცი არის და მართლა ამხელა სიმაღლეებს მიაღწია. ხო და ამას რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს, რომ ეგეთი ძლიერი გენეტიკა, როდესაც გააჩნია ერს და ეს პატარა ერი, რომელიც ისტორიულად კაცობრიობის ისტორიაში ტოვებს უდიდეს კვალს, სადაც ფრანგები ამბობდნენ ესეთ მოგზაური
ჰეგელი, რავი, ვინ სწავლობდა ქართულ გენოფონდს ყველა გაუგნებული იყო, რომ და საბოლოო ჯამში შეჯერდნენ ესეთ ფილოსოფიაზე, რომ საცოდაობაა გადასაშენებლად და საშიში არის გასამრავლებლად. თვითონ ქართველის ფენომენზე და ძნელია მასე არ დაეთანხმო. მე ვერ წარმომიდგენია სამყარო ალბათ 50-60 მილიონიანი ქართველების ხელში და ასეთ შემთხვევაში საქართველოს ყოველ შემთხვევაში 50, რა ვიცი. შეუძლებელადაც მიმაჩნია ეს ყველაფერი და რაში არის საქმე, იცით ხალხო? აი ეს წარმატებებიც, როდესაც ხდება, ყველაფერი თავის კვალს ტოვებს. და იქაც აუცილებლად იქნება რაღაც კვალი ისეთი, რაშიც პოლიტიკა უნდა მოინახოს, რაშიც რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს, რაღაცა ცუდი უნდა ითქვას, ამით ვიღაცებმა უნდა გაიხარონ საქართველოში. ეხლა უშუალოდ კვარაცხელიას რაც შეეხება, ახლა ამ ბიჭის მიმართ რამდენი რამე ხდებოდა, მოდი ოდნავ გავიხსენოთ, ოდნავი ასე რომ ვთქვათ, ცოტა რაკურსი გავაკეთოთ ამ ყველაფერთან მიმართებაში, ალბათ გვახსოვს ხო ეს ქართული ჟურნალისტიკის კორიფეები, რომლებიც ეს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართებაში როგორი დამოკიდებულებით საუბრობდნენ, რომ ხვიჩა არა მაკდონის ფეხბურთელი, ყაზანის რუბინი, რუსეთში ნათამაშები, რუსეთი, მოკლედ ის რამხელა ზიზღს ავლენდნენ, მაშინ როდესაც პირველად ეს ბიჭი რაღაც ევროპაში ფანჯარას იკაფავდა რა, ასე რომ ვთქვათ და ეს ახლა რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული, მაგრამ ძალიან კარგად გახსოვთ ალბათ რომელ მომენტზე არის საუბარი და სხვათა შორის ეგრეთ წოდებული ცნობილი ჟურნალისტებიც, აი ასევე ეს ძალიან ნიჭერად შესრულებული ხელოვნური ინტელექტი არის, ეს ვახუნხულასანაია იმისი რა ქვია, ყვერზო მალაფიას ძმაკაცი ვახოსანაია, ხო, როგორ ლანძღავდა და როგორ შეურაცხყოფით ეკიდებოდა, რას ქვია ეს არ გამოდიოდა და შიგ ევროპას არ იძახოდა და რას ქვია, როგორ შეიძლება ხალხო თქვენ წარმატებას აღწევდეთ და ამ დროს პოლიტიკაში არ იყოთ გარეულები. ხო, გახსოვთ რამდენი სიბინძურე და რამდენი ტალახის სროლა მოუწიათ და იქამდე იტალიელების დედის საგენებელი რო გახდა ესა ვახოსანაია. ქართველს რატო როგორ მტრობდა და როგორ მტრობდნენ ზოგადად. და მიზეზი რა იყო ამ ყველაფრის? ყველაფერი ამ ყველაფრის მიზეზი იყო, რომ კვარაცხელია მოდიოდა რუსეთიდან, რუსეთში ქონდა გავლილი დაწყებითი სკოლა, რომელმაც სკოლამაც ფორმირება გააკეთა მისი როგორც სპორტსმენის, ფეხბურთელის და ეს იყო ცუდი. რუსეთიდან მოდის და რუსულიდან რაღაცნაირად ვერ იტანდნენ ქართველი კაცის ამ წარმატებას, რადგანაც რუსეთთან იყო რაღაცნაირ კავშირში. იქ შეჭამეს. მერე საქართველოში შეჭამეს. მერე საქართველოდან წავიდა, მერე შეჭამეს და აი ესეთი ბოღმით და შხამით კვდებოდნენ. ეხლა რატო დავიწყე ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი, იმიტომ რომ აი გუშინ, როდესაც დასრულდა ეს ფინალი, რუსებმა ძალიან დიდი სიხარულით, ძალიან დიდი ბედნიერებით ერთი თავიანთი რუსი და მეორე ქართველი კაცი ხვიჩა კვარაცხელია ეამაყებათ და უხარიეთ და უნდა ეამაყებოდეთ და უნდა უხაროდეთ და ჩვენც რო ქართველები ვიყოთ მათ ადგილზე რომ ჩვენიანი და ვინმე რუსი საქართველოში გაზრდილი სოფლიოში დიდ წარმატებას აღწევდეს ჩვენც ვიტყოდით და გაგვიხარდებოდა რომ რუსი და ქართველი საქართველოში გაზრდილი რუსი და ქართველი ადამიანი ერთმანეთს ჩაეხუტებოდა და ერთად გაიმარჯვებდნენ და ნამდვილად რუსმა ჟურნალისტებმა დადეს ესეთი სურათები რომ პირველი ჩაეხუტა რუსი და ქართველი ერთმანეთს აი ამ ავიც გამარჯვების შედეგად ხო და ძალიან გახარებულები იყვნენ რა არის ამაში რა არის ცუდი რას ხედავთ ამ ყველაფერში ბოროტი ერთი თანაგუნდელები არიან მერე და მეორე ორივე მართლმადიდებლური ქვეყნიდან არიან მერე და მესამე აკავშირებთ რაღაცა იმ რუსეთთან და იმ წარსულთან ხო ერთი რუსი არის და რუსეთში გაზრდილია მეორე არის ქართველი და რუსეთში დაიწყო კარიერა და რა იყო ამაში ახლა რა იყო ამაში
საწყენი ქართველი კაცისთვის, აი რა შეურაცხყოფა უნდა ყოფილიყო ჩემთვის, თქვენთვის. მე პირიქით მე სიამოვნა, ხო, რატო არ მე სიამოვნა? ძალიანაც მე სიამოვნა და ძალიანაც სიამოვნებს, როდესაც რუსი კომენტატორები იქნება თუ რუსი გულშემატკივრები იქნებიან საქართველოს ნაკრებს, გულშემატკივრობენ და კარგად ლაპარაკობენ. ახლა აბა მანავაინც უნდა ილანძღებოდნენ და მანავაინც უნდა იგინებოდნენ საქართველოსთან მიმართებაში, ეს უნდა სიამოვნებდეს, ხო? ნუ გასაგებია ახლა თქვენ მაგიქ სიამოვნებთ, დედას რო გაგინებენ და გლანძღავენ და შეურაცხყოფით გეკითებიან, მაგრამ ამას რამხელა ისტერიკა მოყვა, აი ამ დაავადებულ, აი ავადმყოფ საზოგადოებაში, რომელსაც რა ვიცი ახლა საქართველოში ამას რა ვიცი, პროგრესულად მოაზროვნე, ევროპელი, ნაცკოცური მოაზროვნე ადამიანები არიან და აი ელემენტარული მინდა გითხრათ იმ წუთში რაღაცა ცუდი ხო უნდა ენახათ ამ ყველაფერთან მიმართებაში, ხო? ნუ საიდან უნდა დაიწყოთ ეს ყველაფერი? იფიქრეს და რაღაცა ნეგატივი უნდა ენახათ და აი სიმართლე გითხრათ, აი რაღაცა ესეც წითელ-ყვითელა გვერდები რო არის, პირველი ის გამოჭიმეს მაგათმა, რომ აიო, ახეთო რა შეაო საქმეო, რა უპასუხაო ხვიჩამო რუს ჟურნალისტო, რომელმაცო ესო სთხოვაო, რომ რუსულად ეპასუხაო კითხვაზე. აი რა უპასუხაო, აიო რა შეაო საქმეო და მე არ ვიცოდი ახლა ეს და აღმოჩნდა ისე რომ როდესაც დასრულდა აი ქართველ ჟურნალისტებს აძლევდა თურმე ინტერვიუს, იქ მისულა ვიღაც რუსი ჟურნალისტი და თუ შეიძლება ბოდიში მოუთხოვია, თუ შეიძლება რუსულენოვანი აუდიტორიისთვისო რუსულათო რო დაგისვათო კითხავ და გამცეთ პასუხი და ამას ინგლისურად უპასუხებიაო, არა არ შეიძლებაო რა. და ეს იყო აი ამათი გამარჯვება, ეს იყო ამათი აღზევება და მოკლედ ახარებულები არიან სადა ქვეყანაში, ეს ბლოგერი ყოფილა, ხანდახან შემხვედრია რაღაცებს იმაშვება, ეს არ ვიცი, ნაცკოცური ლიბერალური პატრიოტიზმის წარმომადგენლები და ამის ვიდეო შემხვდე, კომენტარი დავწერე და რა ვიცი, მე ჩამიკეთეს კომენტარზე პასუხი რო გამეცა და ყველაფერისო სათავისოდ გამოყენებასო ცდილობენო ქოცები და რუსებიო. ნუ ახლა რა თქმა უნდა, ქოცები კი ბატონო ხო ახლა კვარაცხელიას მხარდამჭერი და ქოცი ერთად იგივდებოდა, ახლა ეს გასაგებია, მაგრამ და ხსნის ახლა ეს და ბედნიერი და გახარებული არის ის, რომ თურმე გაუშვა ხვიჩა კვარაცხელიამ არ უპასუხა რუსულად ემას, რა ქვია, რუს ჟურნალისტს ემაზე, რა ქვია, კითხვაზე. და ეს თურმე როგორ გთვლიან რუსები თავისიანებად და როგორ ასე და როგორ ისე. ბიჭო, საერთოდ ვიწრო ნაციონალური თვალით ყურება რაღაცეების, ერთი ნებისმიერი ნაციონალიზმისთვის და ნებისმიერი ერისთვის დამღუპველია და ქართველებს არ გვახასიათებდა საერთოდ ესეთი რაღაცა ვიწრო ნაციონალური თვალსაზრისით გვეყურებია ყველაფერზე. ეს არაქართველები როდესაც მოაჯიდნენ საქართველოს თავზე და არაქართული პოლიტიკა დაატრიალეს საქართველოში ფსევდონაციონალური შეხედულებებით, აი იქედან წამოვიდა ეგ ყველაფერი უბედურება რა. თორე ქართველი ადამიანი ვიწრო ნაციონალური ინტერესებით არ უყურებდა ამ ყველაფერს და იმიტომ ჰქონდა ქართულ კულტურას თავისი განვითარება, იმიტომ ჰქონდა ქართველებს თუნდაც სხვა ქვეყანაში განვითარება და ესე შემდეგ არ შეიძლება ახლა რაღაც ვიწრო ნაციონალიზმით უყურე, იმიტომ ძალიან დაბალი დონეა. ძალიან დაბალი დონე არის, შენი კულტურა უნდა იცოდე, უნდა ცემ პატივს და შენ თუ შენ კულტურას იცნობ და ცემ პატივს, შეუძლებელია არცე სხვა ქვეყნის კულტურას და სხვა ერს პატივი. ხო და აი ეს რაღაც ძალიან ბედნიერად და აი რუსებს ასე უპასუხა. ახლა მე გეკითხები, აი იქაც დაგიწერე ამას, რა ვიცი ახლა, რიტორიკულად სვა ამ კითხვას თუ არა ახლა, მე ამათთან ლაპარაკი დამთავრებული მაქვს დიდი ხანი. რა არის ახლა იმაში რა არის უბედურება და რა არის იმაში საშინელება კაცმა, რომელმაც წლები ითამაშა რუსეთში და ფორმირდა როგორც ფეხბურთელი და რა ვიცი ახლა მოსკოვში იყო თუ მე ყაზანის რუბინში იყო და ასე შემდეგ და უამრავი რუსი გულშემატკივრობა და დღესაც გულშემატკივრობენ და რუსი მწვრთნელების გაღზრდილია, რუსი არა მნიშვნელობა ტრეინერი ვინ იყო ზოგი ემის რა ქვია ჯანმრთელობის მიმართებაში ზოგი ასე მათი ხელშევლებულია და იმ ლეგენდარული ფეხბურთელების გაზრდილია, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ, იგივე გუცაევთან ერთად, იგივე
ყიფიანთან ერთად, იგივე შენგელიასთან, ჩივაძესთან ერთად და მეგობრები და ტკბილი ხალხი იყვნენ და მათი გაზრდილია და მათი წვლილი არის შეტანილი, იმიტომ რომ ახლა არ ვიცი შენ შვილი გყავს თუ არა, მე არ გყავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემს გაზრდაში წვლილი ბავშვობაში შეუტანია, ხო? ბებიასაც, ბაბუასაც, მამიდასაც, ვიღაცას ირგვლივ რაღაცა დადებითი უსწავლები მეზობლის ადამიანებსაც შეუტანია წვლილი აღზრდაში. და ამაში მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. ხო, ადამიანმა მთელი მისი სპორტული კარიერა, მოდი პირდაპირ ვთქვათ და აიწყო რუსეთში. და სანქციები რო არ დადებულიყო, კიდე დიდი ხნის კონტრაქტი აკავშირებდა და მე მოუწია გადმოსვლა თბილისის დინამოში, მე წავიდა ევროპაში და კი ბატონო, ჩამოყალიბებული, გაზრდილი ჯარისკაცი, ასე რომ ვთქვათ, რუსეთიდან ჩამოვიდა ეგ ბიჭი. რა გახდება, ბიჭო, რა არის იმაში ასეთი საშინელება რა იქნებოდა? ასეთი საშინელება რა იქნებოდა? რომ საკუთარ ფანატებს, საკუთარ გამზრდელებს, მეგობრებიც ყოლება იქ, რომ თავიანთ ენაზე მიემართა და ეთქვა 2-3 სიტყვა, რომ რა ოკუპანტების ენაზე იქნებოდა ნათქვამი და ეს იქნებოდა ესა რა ქვია, რუსი აღმოჩნდებოდა ხვიჩა და აი თქვენ ხართ ქართველები და ამას აკებთ და უწონებთ ამ საქციელს. მე სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მომეწონა ეგ საქციელი, გამომდინარე მარტივი რაღაციდან გამომდინარე, რომ ალბათ დაკომპლექსდა ეს ბიჭიც. დაკომპლექსებულია, ვინმეს რუსეთუ მიარეგონოს, რუსულად ვერ ლაპარაკობს. რა მოხდა? მშობლიურ ენაზე. იმათთვის მშობლიურ ენაზე, ვინც გულშემატკივრობს, ორი სიტყვა რო უთხრა. რა არის ამაში ცუდი? მithmeდა სიკეთის მეტი რა უკეთებიათ რუსეთს და რუსებს, ხვიჩა კვარაცხელიასთვის. პიროვნულად ავიღოთ. მით გაზრდაში. და ამაში რატო ხედავთ ასეთ და რა შეეხება იმ მეორე საკითხს, რომ თურმე რუსებად აღვიქვამენ, თურმე რუსები თავისიანებად თვლიან, ხო? რუსები მარტო გაგვთვლიან თავისიანებად. საქართველოს რუსული სამყაროს ნაწილად განიხილავს მთელი ევროპა. ასია ეს. ჩამობრძანდი აქ და წაგიყვან მე ერთი შენ კუნძულ ტექსელზე და ქართველების სასაფლაოს რისი სახელი ქვია. და რას ეძახიან ადგილობრივი მოსახლეობა. რუსი მებრძოლების სასაფლაო და ესია წარწერაც გაკეთებული იქ. საბჭოთა კავშირიდან ყველას თვლიდან რუსებად და რუსებს ეძახოდნენ. როდესაც ვიღაცას შეკითხულხარ და ჯორჯიაო, რუსეთის ჯორჯიაო თუ ამერიკის ჯორჯიაო. კი, ცუდია ეს, ამ განათლების, დაბალი განათლების ისა მანიშნებელია, პიროვნული განათლების. ასია დასავლურ კულტურაში. ასია ეს. იმიტომ რომ საქართველოს ძირითადად ევროპელები ბოლო 2 საუკუნეა მეტია იცნობდნენ როგორც საქართველოს რუსეთის კოლონიას. ხო. და იცნობდნენ მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილად და რუსეთის სამყაროს ნაწილად. რა ამაში გადასარევი? თქვენშია ეს გაუნათლებლობა, დაბალი დონე, არ ცოდნა ამ ყველაფრის. და ამას ქვია ორღობის განათლება. ჩამობრძანდი? მიბრძანდი აგერ. ამაში რა ქვია, ჰოლანდიაში გადადი ერთი ტექსელზე, შენი თვალით ნახე, თუ არ წერია იქ რუსების სასაფლაო. თუ გაინტერესებს ვიდეომა გადაღებული. ქართველ მეომრებზე, რომლებსაც უდიდეს პატივს სცემენ, იმიტომ რომ კულტურულად და ასე რომ ვთქვათ, სოციალურ სამყაროდ აღიქვამდნენ საქართველოს რუსეთის ნაწილად. კი, რა მე? ესა დაბალი დონე. არა მარტო რუსები გთვლიან მის ნაწილად. ევროპელებიც იმათგან უყოფელ ნაწილად გთვლიან. ასია ეს. და ეს როდესაც დღეს არ იცით საქართველოში და ეს იქნება ალბათ ძალიან დიდხანს. სანამდე დამოუკიდებელი საქართველო და ქართველი ერი თავის ახალ სიტყვას არ იტყვის თანამედროვე სამყაროს ცნობიერებაში. სანამდე რაღაც დადებითით არ მოხდება. მარტო სპორტი არ ეყოფა ერს იმისთვის, რომ გაიცნოს მთელმა დასავლეთმა. ისე როგორც გასაცნობია. და მარტო კულტურა არ ეყო, თუმცა კულტურა ყველაზე მეტი ძლიერად იბლი. მიუხედავად იმისა, რომ სუხიშვილებს რამდენსაც გინდა იმდენს უყურეთ, ეს არ ცვლის ამ ყველაფერს. ერმა თავისი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა და სახელმწიფოებრიობა
სხვანაირად უნდა დაამკვიდროს და საუკუნოვანი დამოკიდებულება საქართველოსადმი დასავლეთში ჩვეულებრივ ხალხში და სივრცეში, სოციუმის სივრცეში სხვანაირად უნდა ჩანაცვლდეს. და არა ისე, მე ვარ ქართველი და ვარ ევროპელი, თქვენაირი ვერ გააკეთებთ მაგაშვილი. ვერ იზამ თქვენ. თქვენ შეგიძლიათ მარტო ისა რა ქვია ლანძღოთ ერთი მეორე, იქ რამიშვილმა შენ გლანძღოს, შენ რამიშვილი და ის სამისირი ლანძღო და ამას დაარქვათ ეს აზრთა ჭიდილი, ამ ინტელექტით არ გაიკვალება ეს მოჯადოებული სივრცე. და რა მინდა იცი გითხრათ? საერთოდ ფობიები, შიშები, როდესაც აქ ადამიანს, დავანებოთ თავი ამ შიშები, როდესაც აქ ადამიანს, ის ძალიან ცუდია პირველ რიგში თავად იმ ადამიანისთვის, იმიტომ რომ შიშა რა ადამიანი, ვერაფერს ვერ ქმნის და ვერ აღწევს. და როდესაც იმ დონეზე დაბალი დონის ადამიანი ხარ, რომელიც ამბობ იმას, რომ თურმე ესე იგი როგორ იკადრა ჟურნალისტმა, რომ ხვიჩასთვის ესე თქვა. ჩვენ ხო ქართველებს ყველას გვსიამოვნებს. სიტყვა ელემენტარულს ვამბობ. ჩვენ ხო ყველას მე ახლა ქუთაისში გაზრდილი ვარ, ხო? და ქუთაისის შვილი ვარ. და აი ძალიან მიხარია, რომ მაიაკოვსკი ბადათელი იყო და ქუთაისში აქ დამთავრებული და გამართულად საუბრობდა და მაიაკოვსკი საქართველოსთან ასოცირდება და ქართულად ლაპარაკობდა და როგორ გვიხაროდა ეგ ყველაფერი. და გვიხარია, ხო? ელემენტარულს გეტყვით. კავკასიური შეკრება იყო, ჩერქეზული ცენტრი მართავდა და ჩამოსული იყვნენ და ეს ჩრდილოკავკასიელები იყვნენ, ესწრებოდნენ და ჩვენო არნოლდ ჩიკობავას გაზრდილები ვართო და ჩვენო თარჯიმანიო არ გჭირდებაო ქართულ ენასთან დაკავშირებით, ძალიან კარგად ვიცით და გვესმისო და ქართულად როდესაც ველაპარაკებოდნენ ჩერქეზები ძალიან გვიხარობდა და გვსიამოვნებდა. და ეს იყო თურმე ესა ტრაგედია? დაგღობავთ ბიზია, დაგღობავთ ეს ბალტიური სინდრომი. ეს ბალტიური სინდრომი არის, რომელიც დაამკვიდრეს კოლონიზატორებმა ჯერ ბალტიაში, მერე უკრაინაში, საქართველოში დიდი ხანია ცდილობენ ამ ყველაფრის დამკვიდრებას და დაიღუპება ამით ქვეყანა. თქვენ დიდი ხანია დაღუპულები ხართ, თქვენი უკან მობრუნების იმედი მე პირადად არ მაქვს, რომ ესეთ რაღაცეებს ნორმალური თვალით შეხედოთ და საერთოდ დღევანდელი ქართული საზოგადოების სიკეთისკენ მობრუნების მე არანაირი იმედი არ მაქვს. რატო არ მაქვს? გეტყვით. იმიტომ რომ არ შეიძლება ამდენმა უვიცობამ, არ შეიძლება ამდენმა ღალატმა, არ შეიძლება ამდენმა სიბრმავემ და ბოროტებამ თავისი შედეგი არ მოიტანოს და რაღაცას კედელს არ შეეჯახოს სვირპირით და დამსახურებულად არ მიიღოს ის, რაც მისაღები აქვს. ეს არაფერია, რაც მოვიდა ჩვენ ქვეყანას. ეს ზღვაში წვეთია. მე არ მაინტერესებს მაგენი რა შემრაცხავენ და რა არ შემრაცხავენ, საერთოდ არ მაინტერესებს. მე ახლა საერთოდ არ მაინტერესებს იმ ადამიანების დამოკიდებულება ჩემ მიმართებაში, რომლებსაც ინტელექტის დონე ოდნავ მეტი აქვს ვიდრე ვირს და ასევე რომლებსაც თავმოყვარეობის და ზრდილობის და ზნეობის და მორალის საკითხი არ გააჩნიათ და ჩემგინებაზეა ქართულება და ქალები, მდედრები მამაკაცის სასქესო ორგანოს უახსენებენ ყოველ მეორე სიტყვაზე და ამით გიპირისპირდებიან კაცს იმაში, რა ქვია, რაღაც დისკუსიაში. მე აი ესეთი ადამიანები რაც შემრაცხავენ არ მაინტერესებს. და საერთოდ არ მაინტერესებს დღევანდელი ნაცქოცური საზოგადოება, მე რაც შემრაცხავს და ვის რაც მივაჩინოს, ფეხებზე მკიდია. ხო, მე არ მაინტერესებს ამ კოლექტიური ეპშტეინის ფილიალების რაღაცა ბოდვა, ზნეობაზე, მორალზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, ფილოსოფიაზე, ისტორიაზე და ასე არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს, ძაღლი ხებს, კარავანი მიდის. მორჩა. მე ჩემი საქმე მაქვს და მე ჩემი მისია მაქვს, ჩემი ერის, ჩემი ოჯახის და ჩემი ქვეყნის მიმართებაში და ვეცდები ღმერთო ის შემაძლებია. ესე რას ვიგრები, ჩემს მე არ მაინტერესებს. უბრალოდ კიდე ერთხელ მინდა დღეს გამოვეხმაურო. ამ ყველაფრის გამოძახილი არის, ჩემოგარგებო, ის რომ აი ეს კაცი
ყავთ შერაცხული რუსეთის აგენტად და დღეს ყველა ალბათ აი ესენი კოლექტიური ეპშტეინები გახარებულები არიან. გახდა ცნობილი თუ რაზეც იჭერენ ახლა ამ ყველაფერს, ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს ადვოკატის კომენტარები ყველაფერი. ზოგადად გახდა ყველაფერი ცნობილი. ჩვეულებრივად ეს არის დაკვეთა აგრესიული, აი ესეთი უკნია განათლებული აგრესიული დასავლეთის ჯგუფის, ასევე დაკვეთა არის ჩვენი 26 საუკუნოვანი ძმების, რადგან თურმე გულბათ რწყილაძე კიდე რამოდენიმე ჟურნალისტთან ერთად მიდიოდა ირანში, უნდა იქაური სიუჟეტები უნდა გადაიღო, გაეშუქებია და როგორ შეიძლება ახლა მსგავსი რაღაცეები საქართველოში მოხდეს, საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ ერთი სიმართლე, საქართველოში უნდა ისმოდეს ყოველთვის ის, რომ ისრაელი არის მართალი, ებრაელები არიან ჩვენი ძმა და მეგობრები, საქართველოს ტელევიზიაში უნდა იჯდეს 24 საათი, ისა რა ქვია, ისრაელის ელჩი, უნდა ისმოდეს 1000 ბოდვა, უნდა ისმოდეს 1000 უაზრობა, გენოციდი, რომელსაც ისრაელი ახორციელებს, ეს სამართლიანია, ეს მართალია და თუ არ მოგწონს შენ რუსეთის აგენტი ხარ, ეს ახარ და ბევრმა რამე ერთად დაიყარა ესე თავი და იმასკნეს, რა ქვია, ჩასვეს ციხეში. მე ერთი რაღაცის თქმა მინდა, იცით, ხვალ ეს ყველა თქვენ მოგადგებათ. მე გეუბნებით, საქართველოში არაფერი არ შეცვლილა, ზოგიერთებს დეჟავიუს განცდები აქვს, ან დეჟავიუს განცდა არ მაქვს მე პირადად. იქედან გამომდინარე, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ არაფერი სისტემა საქართველოში არ შეცვლილა, ნაწკოცებიდან მოყოლებული, დღევანდელ დღემდე ერთი და იგივე სისტემაა და ამ სისტემას სხვანაირად არსებობა არ შეუძლია. დიახ, ესაა ქოცური ოპერაცია, ენვერი, როგორც ნაცები იჭერდნენ, დაგვირთ და გამოსწირებული მას ჯოგს ქოცებისას, მაგითი გამპრავებლების სიტყვასაც ვერ წერენ, წერტილ მძიმესაც ვერ წერენ და ხმას ვერ იღებენ. იმიტომ თასიც არ გამოდის, იმიტომ რომ ეს კაცი ხელისუფლებას ნაკლებად ლანძღავდა. არ აყენებდა შეურაცხყოფას. და რა არის, ქოცი რო ვინმეს რუსეთის აგენტს დაუძახებს. ამას დიდი ანეკდოტი, ამას დიდი პარადოქსი, ამაზე დიდი აი რა ვიცი, მე არ შეიძლება მსგავსი რაღაცა მოხდეს და ყველასაც იცი რომ რა იყო იცით. ესე იგი ბიჭო, ნაცებს ხო, აი რუსოფობია სისხლში აქვს გამჯდარი და აი პირიქით, აი ოღონ მიზეზი მიცემთ რუსეთი რო ალანძღიო და კუპონა რო იტყვის, ნაცები რო იტყვიან, რომ არაფერიო, ისო რა ქვია, რუსეთის აგენტიო, მაგი არაო, ეთქობაო თვითონ რაღაცაო, იქო პრიჭამაერიათო და ამათ ყოს დაჭერაო და ნაცი რო არ ჩაფლის რო რუსეთის აგენტი. აი წარმოიგი ნაცს რო არ იქნება რეაქცია. და აი ამას ხელისუფლება აკეთებს, აი ეს ტაშფანდური მიდის და ვერ ხედავ მე ამ აღშფოთებულ საზოგადოებას, მაშინ როდესაც იყვნენ ფოტოგრაფების საქმეზე, ენვერის საქმეზე, აი სადაა ერთი ეს, რა ქვია, ეს ამათი პროპაგანდონი ეს რაღაც ეს, რა ქვია იმას, რამიშვილი. ვირთხა. სადა ვირთხა? კითხეთ ვირთხას. ახლა ასია საჭირო? კუპონა უფრო მართალი უნდა იყოს ამ საკითხთან დაკავშირები? და რისი თქვა მინდა იცით? საერთოდ რუსოფობია შეგიძლია ნებისმიერი ფობიით იყო ადამიანი შეპყრობილი. შენება შენი არჩევანია. უნდა იცოდე რას მოგიტანს. მით უმეტეს თუ ეს დიდი გველეშაპი შენი მეზობელია და ყველაზე დიდი მეზობელია. მით უმეტეს თუ ამ გველეშაპს შენი ტერიტორიის 20% აქვს დაპყრობილი და დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგას ტანკი. ხო. ასეთ დროს უტრაკო რუსოფობია და ზიზღის გამოვლინება და ისედაც გაღიზიანება ტვინი უნდა გქონდეს თავში. თუ შენი ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარს. რომ შენ თავს ამის უფლება არ მიცე, იმიტომ რომ არ მოგიტანს ეს კარგს. რუსოფობიამ დაღუპა და მიწასთან გაასწორა უკრაინა. რუსოფობიამ დაღუპა და გაგვასწორა მიწასთან 2008 წლის პერიოდში ჩვენ, თუნდაც იმ 90-იანების პერიოდში. რუსოფობიამ მოუტანა ფაშინიანს და სომხებს ყარაბაღის დაკარგვა. რუსოფობია არის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრება ჩასაყლაპად და გასანადგურებლად. და თუ შენ ამ ყველაფრიდან ვერ გამოიტანე ვერანაირი დასკვნა და ხარ მაინც ავადმყოფი, ჩამოყალიბებული ავადმყოფი.
დებილი რომ მხოლოდ და მხოლოდ ზიზღი და სიძულვილი ზიზღის და სიძულვილის მეტი არაფერი ომი შენ არ შეგიძლია ჯარში მსახური პიროვნულად გეკითხებით თქვენ არ შეგიძლიათ ომში მონაწილეობის მოხდება თქვენ არ შეგიძლიათ რამე დაიწყება პირველი გაიქცევით წითელხიდზე და იმაზე რა ქვია სარფის საბაჟოზე და გამდიდრებთ იქ თურქ და სომეხ და აზერბაიჯანელი მესად არაფრის ტრაკი შენ არ აქვს და ხარ უბრალოდ კომპლექსიანი მამაკაცი შეპროფილი ლანძღვა გინებით შენ ხო მიიღებ იმას რასაც იმსახურებ მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად შენი ქვეყანა მიიღებს იმას რასაც შენი ნამოქმედარი დაიმსახურებს იმიტომ რომ ყოველთვის მმართველების და მმართველი პოლიტიკური კლასის ჩადენილ დანაშაულებს და გადადგმულ ნაბიჯებს ზღავს ერი და ქვეყანა ვერავინ მე ამის წინეებზე მოვიყვანე მაგალითი და მომავალში აი ძალიან ბევრი ბლოგი მაქვს გასაკეთებელი ფიზიკურად ვერ ვახერხებ და ვერ ვასწრებ ყველაფერს მე მოვიყვანე წარსულში ერთ-ერთ ბლოგში მაგალითი აი რუსეთთან აი როგორი ვარიანტი შეიძლება რაღაცაში დაალაგდეს საქართველო და მე მოვიყვანე ფინური ვარიანტი რომელსაც ფინეთიზაციას ეძახიან და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა ფინეთს და რუსეთს შორის საბჭოთა კავშირს შორის რუსეთზე ბევრად დიდ და უფრო აგრესიულს და უფრო საშიშ ქვეყანას შორის ვიდრე დღევანდელი რუსეთი და როგორ გადაირჩინეს ფინელებმა თავი ქვეყანა როგორ ააწყვეს როგორ ააშენეს იხეირეს კიდეც და შვიდობას მიიღეს და განვითარებას და ყველაფერს და როგორ შეიძლება ქვეყანა წავიდეს და წინ და აბა თქვენ თუ შეხვდებით სადმე მიუხედავად იმ უზარმაზარი დანაკარგებისა მიუხედავად იმდენი სისხლის ღვრისა და იმდენი უბედურებისა ფინელებში რუსოფობიულ ავადმყოფობას რატო იცი აი ამათგან განსხვავებით ბრძენი ხალხი არიან და პრაქტიკული ხალხი არიან ხშირად ხდება საქართველოს და ფინეთის ერთმანეთთან შედარება ისტორია მოიტანა ისე რომ ამ ორ ქვეყანას თითქმის ერთი და იგივე შეთავაზება მიეცა ასე მოხდა მეფის რუსეთის დროს როგორც ჩვენთან იყო გეორგიევსკის ტრაქტატი დადებული ისევე იყო ფინეთთან დადებული და რატომღაც გავიცი ხო ჩვენთვის ეთყობა ჩვენ ვეზიზღებით და ფინელები არ ეზიზღებენ რატომღაც რუსეთმა დაიცვა ფინეთთან თავიდან ბოლომდე გეორგიევსკის ტრაქტატი იმიტომ რომ ფინელებს მეფეც ყავდათ საკუთარი ფულის ერთეულიც ჰქონდათ დამოუკიდებელი თვითმმართველობაც ჰქონდათ თავისი პოლიციის და მცირე არმიის შენახვის უფლებაც ჰქონდათ ყველაფერი ჰქონდათ რატომღაც საქართველოში ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა საქართველოში მეფობაც გაუქმდა საქართველოში რა ქვია ავტოკეფალიაც გაუქმდა ყველაფერი ეს მოხდა საქართველოში ფინეთში არა ეს იმ პერიოდში რატომღაც 1939 წლის ზამთრის ომის მერე 40 წლის ომის მერე თუნდაც მეორე მსოფლიო ომის მერე საბჭოთა კავშირს და ფინეთს შორის დადებული ხელშეკრულებით პირიქით ძალიან იხეირა ფინეთმა ამ ყველაფრით თავი გადაირჩინა და მოვიდა დღემდე და მოხდა დღეს რაც გადაწყვიტეს ეს მაგათი საქმე რატომღაც საქართველოში ეს არ გამოდის რატომღაც რაშია საქმე ჩვენში ხო არაა საქმე ჩვენში აი ამდენი ფსევდო გამოსწირებული პატრიოტი ამდენი გამოქლიავებული რომელსაც ბჟო ცხოვრებაში არავ კიდე ერთხელ ვამბობ არანაირ პროფესიას არ ვიხები ღმერთმა ყველა პროფესიის პროფესიონალს გამომარჯოს ღმერთმა მაგრამ შეკაი დედმამიშვილო თხადაგიგო არა გაქვს წაკითხული და პოლიტიკოსობ საქმეს არჩევ არის შენი ქვეყნის ისტორია არის ახ სოციოლოგიაზე, ეთნოგრაფიაზე, ახლა დიპლომატიაზე ამას ზედმეტი არის საუბარი. არაფერი არ წაგიკითხეთ, ცარიელი თავის. ვიღაცა იქ ამერიკაში ზის ატრიალებს რულს ტაქსის მძღოლია, გაუმარჯოს მართლა. არა, იქედან იმოძღვრება, თურმე როგორი უნდა ვიყოთ. ვიღაცა მოხუც იტალიელ ან ბერძენს ოხუცებულს უკანალი დაბანა შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ ვამბობ იმას რაც ხდება დამამცირებელ სამუშაოზე და გამოვიდა აქ და სოციალურ ქსელში გახჩობს
ფრიმიშას იძახის, ან ფრიმიძინას იძახის, განსხვავებული თუ თქვი, გლანძღავს, გაფურთხებს და ზომბირებული ავადმყოფია და იცის ეს ქვეყანა როგორ გადაარჩინოს. ვიღაცა ჩამოვიდა აქ ევროპაში, ჩაბარდა იმის გამო რომ საბუთია იყო უკადრებელი იკადრა, ხალი ლესბიანკად დაეწერა, კაცი მეტრაკეთ დაეწერა. საბუთები აიღეს და გასწავლიან ჭკუას თუ რა კარგია ევროპა. აბა შენ რუსეთი გინდა? ვიღაცა ჩმორის სირი, რომელიღაცა ავი თელი ცხოვრება რომ ის ქვეყანაში არც აფხაზეთის ომში მივიღება მონაწილეობა, არც 2008 ომში მივიღება მონაწილეობა, რო არაფერი რო არ უნახია. და სადღაც მოხვდა და დღეს გასწავლის ჭკუას, რომ უკრაინაში როგორ უნდა ვიბრძოლოთ, უკრაინის მებრძოლები როგორ უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ და რა მაგარი არიან უკრაინელი. და აი ესეთი ბროდი, როდესაც არის ერში, როგორც ნახირი. და არსებობს კოლექტიური აზროვნება, რომელიც ყველაფერი არის შენი ქვეყნის ანტიეროვნულობისკენ, ანტიმართლმადიდებლობისკენ, ყველაფერი ანტიქართულისკენ მიმართული და აი ესეთი ჯოგის და ზბროდის მეტაურების ხელში არის ქვეყნის ბედი. ამიტომ იქნება რომ ის ფინეთი გემრიელად გადავა თავის ემაზე რა ქვია გზაზე. და ამიტომ არის რომ საქართველოს არ ეშველება არაფერი. პარიზის კონფერენცია, როდესაც იმართებოდა რუსეთის იმპერია რო დაიშალა ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ. ჟორდანიას წარმომადგენლებიც იყვნენ და ფინეთის წარმომადგენლებიც იყვნენ 1919 წელი იყო პარიზში ჩასული. ბიჭო, ფინელებმა რამდენი ბაყაყი ყავდათ მის ქვეყანაში, ისიც კი ჰქონდათ იმას რა ქვია დათვლილი. და ამ ურწმუნდა ურჯულოდან გამოშტერებულ ხალხს მეტი რო არაფერი უარეთ ჰქონდათ, დღეს რო იძახიან ახლა 1700 წლოვანი ძველი ქრისტიანები ვართო, ჩვენო უძველესი ესა ვართ, რა ქვია, ქრისტიანული ქვეყანა ვართო, წმინდა ნინო იყო შემოსულიო და მე მაგით აპირებდი არსებობას, ქვეყნის განვითარებაზე რა არ ჰქონდათ. ჟორდანიას და რამიშვილს და ამათ არ ჰქონდათ გეგმა ქვეყნის მმართველობის და გადარჩენის. იმიტომ იყო რომ ფინეთი დღესაც თავისუფალია და იმიტომ არის რომ საქართველოს დღეს ამ დღეში. და ამ დღეში ვიქნებით. ამაშია საქმე. ცარიელი კასრი, ბევრს რო რიხინებს და ბევრს რო ხრიგინებს და შავის და თეთრის გარჩევა არ შეუძლია ამ ხალხს ერთმანეთიდან. პატრიოტიზმს და მტერის გარჩევაზე ზედმეტია უკვე ლაპარაკი რა. რომელსაც თავიდან ბოლომდე აქვს ილია ჭევჭავაძის ბედნიერი ამხდარი გამოდის აქ და აყენებს შეურაცხყოფას იმას ის კარგად იცის რომ თუ ვინმე ეროვნულათა და არასტანდარტულად საუბრობს რაც ისა ის უსის უნდა გაილარცხოს. ამიტომ ვიწრო ნაციონალური ინტერესებს რო და ვიწრო ნაციონალური ინტერესები არ ქვია. ვიწრო ნაციონალური ინტერესები მინიმუმ ქვეყნის კეთილდღეობაზე არის გათვლილი რომ თუნდაც თავისი 1 სანტიმეტრი რაღაცა სიკეთე მოიგოს და სხვა რა ინტერესებს გლობალური მოვლენები. ამას ქვია ვიწრო ნაციონალური ინტერესები, მაგრამ თქვენ ვიწრო ნაციონალური ინტერესებიც არ გაქვთ. ამას ქვია არ ვიცი. იცით, რომ ისიც ხმაც მინდა ახლა დავიღალე ამდენი ლანძღვაგინები. მოკლედ ამის თქმა მინდოდა და კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ამიტომ აქ ხელი ჩაქნეული მე ამ დეგრადირებულ და ავადმყოფ საზოგადოებაზე და მე სიმართლე გითხრათ ესენი ხო იძახიან რომ ისო აი კომუნისტების დროინდელიო თაობა უნდა ამოწყდესო ჯერ თაობათა ზიზღი როგორია ესეც სხვათა შორის წმინდა ბალტიიდან მოდის 80-იანის წლებში ძველ ლიტვაში იყო ასეთი გამოთქმა წინა თაობის ადამიანებთან მიმართებაში რომ თქვენ მოგვდით ჩვენ დაგმარხავთო ანუ საბჭოთა კავშირში დაბადებულებიო მოგვდითო ჩვენ დაგმარხავთო აი ესეთი ზიზღით ხო უყურებენ ამ და მიდის თაობათა ცვლას ვერავინ ვერ შეაჩერებს და ეს მიდის ის იმ ინტელექტიდან იმ წესირად აღზრდილი თაობა და ეს ყველაფერი მიდის მაგრამ ვინ მოდის აი ეს ჩერგოები და აი ეს ბიონაგავი ხალხი რა ვიცი ეს კოლექტიური ჩერგოები და კოლექტიური ბაიაპატარაიები და კოლექტიური ნინოლომჯარიები და ხიდაშელები და ეს პროგრესულად მოაზროვნე განათლებული ხალხი ესენი თუ მართლა ფიზიკურად არ ამოწყდნენ ამ ყველას მართლა არაფერი არ იშველება იმიტომ რომ არ მინახია მე რომ ტოტალურად მომხდარიყოს ესეთი რაღაცა 30 წელს და 40 წელს გადაცილებული ხალხი მეერე მობრუნებული იყოს ასიგეთოდ
მით უმეტეს თუ 30-40 წელს საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ერის მტრობაში და ღალატში გაატარეს. სხვა ფელი ამიტომ არ მაქვს არაფრის იმედი. ნახოთ რა სასწაულების ქვეყანა ვახდა, შეიძლება რაღაც სასწაული მოხდეს და ამ ერთხელაც გაგვიმართლოს კიდე და გადავრჩით. ეგა. აი, ქრისტიანობას დავანებოთ რა თავი მწვენია დღევანდელი ქართველობა ქრისტიანობაზე საერთოდ რო ლაპარაკობს რა. მე მწვენია ეს, იმიტომ რომ დღევანდელი საქართველოს ქრისტიანობასთან არაფერი შეხება არ აქვს საერთოდ. არაფერი. და მით უმეტეს მართლმადიდებლობასთან და იმ წინაპრობის თავდადებასთან, რამაც ჩვენიერი მოიყვანა აქ. დღევანდელი ვინაა ქრისტიანი ხალხი? ვინაა ქრისტიანი? ქოცები არიან ქრისტიანები? თუ ეს საპატრიარქოს მრევლი როა ზომბირებული, დაავადებული, ავადმყოფი ხალხი, რომლებსაც ღმერთი არ წამთ, ჯულის კანონი არ წამთ და პატრიარქი რო წამთ? ეს ხალხია თქვენ ამ ხალხს ეძახით თქვენ ქრისტიანებს? და თქვენ გინდათ რომ ასეთი ზომბირებული უციგნური ადამიანების მიერ შექმნილი კერპომანიული დამოკიდებულებით უფალმა ეს წყალობა გამოიღოს საქართველოზე? ეგეთ რა. ამერის ამ დღეში ჩაგდებაში მაგანაფორიანების დამსახურება კიდე რამდენია? ეგრე ზევით რო წავლიან უფალთან იქაცევენ პასუხს. ასია. ნუ ერთადერთი უფლის იმედი მაქვს და არ ვიცი მე უფალი როდის გაიღებს იმ წყალობას გადაშენდეს თუ დარჩა. ამნაირი ქართველობის და ამათ რო ახლა ვინ ჩამოუთვალე და ამათ რო ქართველს და ამათ ხელში ქვეყანა რო გადაგვარდება და გადაჯიშდება და წმინდა ბიზნეს ქვეყანა რო გახდება ეს რა ქვია 100,000 მოწამის ქვეყანა, იმას საერთოდ რო არ იარსებოს ყოველს ჯობია. რა ვიცი, კარგით, მადლობა ყველას ყურადღებისთვის.